ეს კადრი, რომელიც საშინელებათა ფილმის ფრაგმენტს გვაგონებს თბილისის გარეუბნის მცხოვრებთა ყოველდღიური რეალობა. მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერის დემონტაჟისა და მისი რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც 2022 წლის დეკემბერში 2 წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო, ბოლო კვლავაც არ უჩანს. მეტროსადგურის მდგომარეობით უკიდურესად შეწუხებულია ადგილობრივი მოსახლეობა. წვიმა ჩამოდის ზეში. წვიმა, წყალი, პატრონი არ აღავს. აი მას გეტყვი. არავითარი უსაფრთხო არა შეიძლება ჩაგვიტანოს რაღაც მომენტში. როდემდე იქნება ესე არ ვიცი. ძალიან წუხوارთ. ყველგან გაკეთდა როგორ საჭიროა აქ ჯერჯერობით რაღაცა შეფერთხება თუ რა არის. უნდა გაკეთდეს წესიერად როგორ საჭიროა. რა ვიცი უსაფრთხოებაზეც ვეგეტყვი და რას გავს აბა. ასე რაღაცა დამერცემა ისე ზემოთ ისია. ძალიან ცუდ დღეშია. რამდენი ხანი რო არ არის გაკეთებული, ეს ძალიან ცუდია. მე არ ვსარგებლობ იშვიათად, მაგრამ ნუ ვინც სარგებლობს, ვიცი რომ ძალიან ცუდია. უსაფრთხო შეიძლება იყოს, მაგრამ ეთიკურად რა სილამაზეა და რა დროა რო უკვე აკეთდეს. ღამის საათებში, როდესაც მეტრო იხურება მგზავრებისთვის 6-სამდე, ჩვენი თანამშრომელი სხვადასხვა სამსახურის ყველა მიმართულებით სწავლობს ყველა გვირაბს, ყველა სადგურს. რა თქმა უნდა, ყოველდღურად მოწმდება ეს სადგურიც და არანაირ საშიშროებას ახლა მგზავრებისთვის ის არ წარმოადგენს. მეტროსადგურის უსაფრთხოებისა და მისი რეაბილიტაციის თაობაზე კითხვებით ევრონიუს ჯორჯიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიაკითხა. ოფიციალური ინფორმაციით მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში იგეგმებოდა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, პროცესის გაჭიანურება დამატებითი კვლევების აუცილებლობამ განაპირობა. როდესაც მოხდა ამ კოლგის დემონტაჟი, აღმოჩნდა, რომ კინაბეტონის კონსტრუქციასაც ჰქონდა მცირედი ხარვეზები, ამიტომ მოვიწვიეთ დამატებითი ექსპერტიზა, კერძოდ სამხაროვლის ექსპერტიზამ ჩაატარა შესაბამისი კვლევები და მათ ასევე დაადასტურეს ეს ხარვეზი და ასევე რეკომენდაცია გაცეს, რომ დამატებითი სპეციალური კვლევები იყო ჩასატარებელი. ამ დამატებითი სპეციალური კვლევების ჩასატარებლად სამწუხაროდ საქართველოში ვერ მოიძებნა მსგავსი კომპანია, ვინც ასეთი რთულ კვლევებს ჩაატარებდა, ჩვენ დავიწყოთ მოძიება საზღვარგარეთ და საბოლოოდ შეირჩა ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ქვია ProBuild ექსპერტი, ეს არის საქართველოში რეგისტრირებული, ოღონდ საქართველოს რეზიდენტი, ანუ უცხოურის წარმომადგენლობა კომპანია, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ატარებს ეხლაც ამ კვლევებს და მას დაევალა ყველა ხარვეზის აღმოჩენა და ამ ხარვეზის რეაბილიტაციისთვის პროექტის მომზადება. უახლოეს დღეებში დასრულდება ეს პროექტი. ვინაიდან ჩვენ გქონდა თავიდან ტენდერი გამოცხადებული, რომ უნდა მოხდარიყო მხოლოდ ამ კოლგის შეცვლა, ზემოთ მდებარე კოლგის ჭერის შეცვლა და ამის მოხსნის შემდეგ, ამის კოლგა როგორც კი მოიხსნა, აღმოჩნდა, რომ იმ კინაბეტონის კონსტრუქციასაც აქვს რაღაც მცირე ხარვეზები, თუმცა რა თქმა უნდა არა ისეთი ხარვეზები, რომ საფრთხო იყოს მგზავრებისთვის, თუმცა გამოცვალო ჭერი და შემდეგ შიგნი ხარვეზი დატოვო, ეს რა თქმა უნდა არასწორი არის და ამიტომ მოხდა ეს დამატებითი კვლევების ჩატარება. რეაბილიტაციის პროცესი დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდა კიდევ 2 მეტროსადგურის შემთხვევაში. მეტროსადგურავლაბრის განახლებას 2 წელიწადზე მეტი გოცირიძის ხელახლა გახსნას კი თითქმის 3 წელი დასჭირდა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვარწმუნებენ, მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია საბოლოოდ 2025 წლის სექტემბერში დასრულდება.